თავისუფალ სამყაროში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება არსებობს, ადამიანები აკრიტიკებენ, ზოგჯერ ამა თუ იმ ხელისუფლების ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ოპონენტის მიმართ ჩვენ შეხედულებებს შეიძლება ეხმიანებოდეს, მაგრამ ამით თქმობა არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არის ეს პრეზიდენტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ იქნება იმ წამს საზოგადოებრივი საით გადაიხარა, იმიტომ რომ ამაზე დაყრდნობით მყისიერი რეაგირებას ადგილი არ ექნება. მართლ კოალიციაში როგორი განწყობილებები, ანუ ტრამპისთვის განსაკუთრებით მის ბაზაში საარჩევნოში, მის გულის გულში ეგ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ზიანი აქედან იყოს სწორედ ეგ, ანუ კონსერვატიულ კოალიციაში იმ ძალების პოზიციების დასუსტება, ვინც უკრაინის მხარდამჭერია. მათივე საჯარო პოზიციებიდან გამომდინარე. სწორად და არასწორად იქცევიან ამ დისკუსიაში არ ჩევდივარ. შედეგის სახეზე არის. და ეგ არის ცუდი და ამიტომ კარგი იქნება თუ ეს ვითარება შემოტრიალდება და ამას ცდილობენ ეხლა და ეს მეორე კითხვის მეორე ნაწილს ეხება თქვენსაც ანუ ევროპელი ლიდერები, აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერები, ანუ პრეზიდენტ დუდას განცხადება, ვინც ნახა პოლონეთს ყველაზე ახლოს, ყველაზე უფრო კონდენსირებულად ჩემთვის გასაგები რო იყოს როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებით გამომდინარე. ცდარია იმაზე იმედების დამყარება, რომ ამერიკის როლის გაქრობა ჩანაცვლება სწრაფად შესაძლებელია. სამწუხაროდ ესე არ არის, თავისმოტყუება იქნება, რომ ჩვენ ეს თქვა, ჩვენი ეროვნული ინტერესია და უკრაინის რომ ამერიკა იყოს ჩართული და ზელენსკი მას თქვა, მკისი არა ხო? რა თქმა უნდა თქვა. ამიტომ რა თქმა უნდა ევროპული ქვეყნებისგან დაგვიანებით, მაგრამ გამოგვიძება ცივი ომში რუსეთ საბჭოთა ბოროტების იმპერიის მარცხის შემდეგ სამხედრო ხარჯების შემცირება და welfare state-ზე გადასვლა, ამის შემოტრიალება უნდა მოხდეს. და ესე ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია. უბრალოდ ეს არ არის ჩამანაცვლებელი ამერიკის როლის თვლიანად. და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ როცა ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება და ეხლა უკრაინის პატრიოტულმა ხელისუფლებამ შეძლოს ამ ურთიერთობების დარეგულირება და ამერიკის ინტერესის ზრდა. ამიტომ ისევ ევროპის როლი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ამერიკის ლიდერობას სამხედრო, გეოპოლიტიკურ და გნებავთ ეკონომიკურ თვალსაზრისით საერთოდ ჯამში სოფლიოში და ვერც ჩვენთვის. ხო, ამიტომ ხა ვიღაცა შეიძლება მითხრას, მაგრამ კი მაგრამ თუ გადიან რა ვქნათ, ხო არ დავნებდებით მე მომისმენია ეს ფრაზები. არა, რა თქმა უნდა, დანებების უფლება ადამიანს საკუთარი სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების დასაცავად არც აქვს, ხო? ანუ უნდა გააკეთოს იმ რთულ ვითარებაში, რაც აქვს, ყველაფერია შეუულია. უბრალოდ ეგ არ ნიშნავს, რომ სასოწარკვეთის ქადაგება დაიწყო, რომ მოხდა დამთავრდა ამერიკა მიატოვა და ეხლა ჩვენ ამით მოვიფხანოთ გული ამ ლანძღვით, მათ შორის სწორი არგუმენტების გამოყენებით ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის იქნება ეს პრეზიდენტ ტრამპი თუ ვინმე სხვა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები და უკრაინას აქვს ეროვნული ინტერესები და არსებობს თავისუფლების ინტერესი სამყაროში და ამ ინტერესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები იყოს ამ პროცესში ინვესტირებული. და ვიმეორებ კიდე ერთხელ, იმიტომ რომ ამაზეც ბევრი გაუგებრობაა ხოლმე. ხო, იქ ამერიკის ჯარი თუ არ დგება, აბა როგორ იქნება სწორედ ამ საკითხზე იყო კითხვა დასმული, გაერთიანებულ სამეფოს პრემიერი როცა იყო ჩასული, რომ აი რუსეთი თავს დაესხმებაო, მაშინ ასიზავთო და ტრამპმა უპასუხა, რომ თვითონაც მაგრები არიანო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით. რატო ვიძახი ამას ხა ტრამპის სიტყვებზე ვიღაცამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთ სიტყვის და მეორე სხვალოს. შეიძლება ასეთ მაგრამ შეუულებელია, რომ თუ ევროპული ჯარი დგება არსებითი რაოდენობით უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე, ამის შედარება მინსკის წინა შეთანხმებასთან. ანუ მინსკის წინა შეთანხმების და ასე კატეგორიულად წინააღმდეგი თავად პუტინი და ლავროვის სახით ორჯერ გამეორებინა დიპლომატიური რეზოლუცია არ ყოფილა. სრული სიმართლეა, იქ შეიძლება არ იყოს, შეიძლება არ იყო ამის ადგილი იმ წამს, მაგრამ ეს ესეა, ხო, აქამდე დიპლომატია, რომელიც გულისხმობდა რუსეთთან ჩვეულებრივად ურთიერთობების გაგრძელებას და მხოლოდ განაცხადზე მათი კეთილნების დაყრდნობას, ხო, ეგ კატასტროფა იქნებოდა. ეგ არ არის ის საითაც რაზეც შეიძლება რომ ვისაც დათანხმება ჭირდება ამაზე უკრაინის ხელისუფლებას დემოკრატიულად არჩეულს დათანხმდეს. მაგრამ ყველაფერი დანარჩენი, რომელიც არ არის იდეალური შედეგი, რომელიც ტოვებს ოკუპირებულად უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრე პუტინის რუსეთს უკავია. მაგრამ არსებითად ხო, აი თქვა თუ რამეს უნდა შევადო, რომ დეიტონის შეთანხმებას, ხო, რომელსაც არ დასაჯა იმ მომენტში, ვინც აგრესორი იყო, მაგრამ მშვიდობა შეინარჩუნა, სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. ამ შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, უკრაინელი ხალხის გამარჯვება, დიდი მსხვერპლის ფასად და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მაგრამ ისევ ჩვენ ამბავზე უნდა გადავიდეთ, ხო? საქართველოს კვლავ სცენაზე შემოყვანი დავიწყოთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მომხდარმა ძალიან დააზიანა
განწყობა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს უმრავლესობას წარმოადგენს და თავისუფალი სამყაროს ოპერირების გარკვეულ მოდუს არის მიჩვეული. ჩვენ ახლა გვიწევს ისეთ პერიოდში ცხოვრება, როდესაც ძალიან დიდი турბულენტობა დაიწყო, ძველი მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად დაინგრა უკვე და ამ სიტუაციაში ისეთ მიდგომებს, რომლის კულტივირებასაც იგივე ივანიშვილი და მისი ჯგუფი ამ მთელი წლების განმავლობაში შიდა პოლიტიკური კორუმპირებული პირამიდის შენარჩუნება განვითარებისთვის ფარა ძალიან კარგად იყენებდა, შეიძლება დამაჯერებლობას იმატებდეს, ასე ვთქვათ, ხო? რომ იმიტომ რომ თუ ყველგან ესეთი ქაოსია, თუ დასავლეთი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და რუსეთი ესე თანმიმდევრულად მიყვება თავის პოზიციას და შემაკავებელი არავინ არის, მოდი მაშინ ჩვენ ვიყოთ მართლა ესე წნარად, მშვიდად და აი ხო და მანდაში ხო მაგაზე ხო მე ჯერ პირველ ნაწილზე რო გამოგიხმაუროთ ხო ისე აბსოლუტურად გასაგებია ემოციები ხო ყველასთვის ვინც ყველა არის საქართველოს მხარეზე და აქედან გამომდინარე უკრაინის მხარეზე და ყველაფერი რაც ამის წინამდეგ არის იწვევს ემოციას მათ შორის რომელიმე უცხოური ქვეყნის ლიდერის პოზიცია რომელიც ჩვენთვის მიუღებელია ამას გამოხმაურება მაგრამ როგორც კი ეს გადაიზრდება სასოწარკვეთასთან ზღვარში მყოფ გულის მოფხანაში ამერიკის პრეზიდენტის ლანძღვის დაკიდან რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, დიახ, ეს ეხმარება მაშინ ამ რეჟიმის პროპაგანდას. იმიტომ რომ ეს ამ რეჟიმის პროპაგანდა დგას მაგაზე რომ ნახე რა დღეში არიან მათი სამყარო დაინგრა, ხო მე ბოლომდე არ გეთანხმებით რომ ეს ნგრევა, ანუ სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნგრევა ხო ტრანსფორმაცია შეიძლება. ხო და აი ინგრევა და ამიტომ ჩვენ მართლები ვართ, ოღონდ და დისკუსია მიდის მაგაზე. ხო ისევ რაც თქვი რომ ზელენსკი როგორ შეიძლება ზელენსკის კრიტიკა ესე მიძახიან და თითქოს ამაში ვიხარშებით იმის ნაცვლად რომ ჩვენ შეტევაზე ვიყოთ ამ ხელისუფლებასთან რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს რომ რა სცენარიც არ უნდა იყოს და თუ ის სცენარი ხდება რომ რაც გავლენის სფეროები ნაწილდება რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ჩვენ დაცულები ვიყოთ და რას გვიქადის რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენა ამაზე უნდა ვისაუბროთ ხო ანუ აქ რო განცხადებებს აკეთებენ რომ ტრამპს რაღაცაში ხარს უჭერენ ამის საპასუხო და გაეროში მხარი დაუჭირეს იმ რეზოლუციას, ხო? რომელიც ისტორიაში არ შევა, როგორც კარგი ფურცელი დიპლომატიის, მათ შორის შეერთებულების, მაგრამ გასაგებია შეერთებულების რაღაცა თავისი ხედვა აქვს, რომ რასაც მე არ ვიზიარებ როგორც საქართველოს მოქალაქე, მაგრამ რომ მოლაპარაკებისას თავდასხმარია. გავიგე. საქართველოს ინტერესი, რომელსაც წონა ამაში არ აქვს, ხო? ამ დისკუსიაში რა იყო? ანუ ტრანზაქციულად რა მივიღეთ საქართველოს მაკედონია? ნუ რბილად რო ვთქვათ, რომ შეტენოდნენ ტრაპს რამენაირად. გავიგე. და საქართველოს რას იღებდა აქედან? ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის პერსპექტივას. რომ ჩვენ ამიტომ ივანიშვილი არ მიგითხია. საქართველოს რას იღებდა უსაფრთხოების სახით აქედან? ეგ არის რაც უნდა მიუტრაოთ. ანუ ადამიანს უნდა უთხრათ, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე მოღალატეობრივ ინსტინქტზე მხოლოდ ძალოფლების შენარჩუნების დამყარებული. ანუ მთელი ეს ლაპარაკი რომ გონიურულია და ნახე აი სამყარო ესეთი საშიხფათო ხდება, ამერიკა ესე ყოყმანობს და მით უმეტეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენ ახლა ლაპარაკობთ უკრაინის ნედლეულზე, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს, არა ჯერჯერობით არ ვიცი რომ ლითიუმი გქონდეს აქ ან მარაგები, მაგრამ ჩვენ გვაქვს არგუმენტები პრაგმატულიც, გარდა მორალურისა, რომელსაც ნორმალური ხელისუფლება მუდმივად უნდა იყენებდეს საქართველოს ინტერესებისთვის. და რა ეს ხელისუფლებას აკეთებს? არა ამ მოვლენებს, ამ ძალიან ცუდ ამბავს და მხოლოდ პუტინისთვის გასახარ ამბავს ჩვენთვის ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის, უკრაინის და ამერიკის ხელისუფლებების შორის, აი ამ ჯახის იყენებს დემორალიზაციისთვის და სიხარული აქვს ამის გარშემო. და ყოველთვის კითხვა უნდა დავუსვათ, რა გიხარიათ? ანუ საქართველოს კარგი რა შეიძლება მიიღოს ამერიკის და უკრაინის ხელისუფლებების შორის, ვინც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ან ერთზე ან მეორეზე, შეუთანხმო აი ასეთ კონფლიქტით. მხოლოდ საფრთხის ზრდა და ამიტომ ხელისუფლება რომელიც ამ საფრთხის ზრდაზე ამყნობს თავის კამპანიას დემორალიზების საზოგადოების არის მის მოშორება რა აუცილებელი პირობა. ანუ ჩვენ რეალური დიდი საფრთხეები გვაქვს. დიდი მართლა შეიძლება დიდი ცვლილებები მოხდეს და მე არა ვარ იმ მდგომარეობაში რომ პროგნოზები გავაკეთო მყარი მithumetes ამ პირობებში. მაგრამ ერთი რამე ვიცი ნამდვილად ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე. რა სცენარიც არ უნდა იყოს თუ ჩვენ ვართ იზოლირებულები და ჩვენს მიმართ ინტერესი თავისუფალ სამყაროს არ აქვს, ხო? ჩვენი საფრთხეები რუსეთისგან და სხვა მოთამაშეების რეგიონში იზრდება. ეს არის ელემენტარული, ამას არ შეიძლება იდეოლოგიური განსხვავებები. ეს არის ევროპის როლი იზრდება მთელ სამ რეგიონში, ჩვენი ევროპასთან ურთიერთობის ყველაში ამერიკა გვჭირდება როგორც ლიდერი, მაგრამ თუ რაღაც ეტაპზე ეს იმ დოზით არ ხდება, რაც ჩვენს ინტერესია, რაზეც ხელი მიგვიწევდება, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ და ამერიკასთან მიმართებაში კიდე შეიძლება რაღაც ბუნდოვანების ეტაპი ქონდეთ, მაგრამ ევროკავშირთან მიმართებაში ყველაფერი უკვე ზედმეტად მკაფიო და მკაცრია. ამიტომ ამ რეჟიმის პირობებში უბრალოდ პერსპექტივა არ არის. არც
ამერიკასთან არ არის პერსპექტივა. ნორმალიზაცია რეჟიმის ურთიერთობის რო აი ვეღაცამ თქვას, ეგეც არანაირი წინაპირობა მის ხარჩანს, მაგრამ ჩვენ კითხვა ყოველთვის ვსვათ იმაზე, ქვეყნისთვის მიღებაზე რაღაც, ხო? ამერიკიდან ან ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეგ უნდა გვინოდეს. ივანიშვილის რეჟიმს თუ არ დაემუქრება რამე, ეგ ხო საქართველოს არ ეხმარება, ხო? ოღონდ ჩვენ მუდმივად მაგაზე უნდა ვისაუბროთ, ჩემი აზრით და ნაკლები რესურსი დავხარჯოთ ემოციის გამოვლენაზე იმ საკითხებთან და მე გულისხმობ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ეს რეჟიმი თუ კი რამეში იქნება ეფექტური და რუსეთის პროპაგანდა მათთან ერთად, შემდეგ იქნება აი ამ ვითარებაში, ამ გამონათქვამების გამოყენებაში, ხო, საერთაშორისო ასპარეზზე. და ისევ აქ რამე იმაზე კი ლაპარაკი რომ ჩვენ უნდა მოგვერიდოს ჩვენი მოსაზრების თქმა, როცა ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე. ოღონდ ჩვენი ეროვნული ინტერესებია, ვინც არ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი, რომ საქართველოს უსაფრთხოება და თავისუფლება ფასეული გავხადოთ მათთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ და ამიტომ მე იმედი მაქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ ძალიან ცუდი ეპიზოდის მიუხედავად შეერთებული შტატებისთვის უკრაინის სახელმწიფოებრივი ვარი მნიშვნელოვანი და მოხერხდება ამ ვითარებიდან გამოსვლა, ეს შეთანხმება გაფორმდება და როცა ჩვენ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება ამ რეგიონში ჩვენ მოვახერხებთ თავისუფალი სამყაროს შტატების, ევროპის, გაერთიანებული სამეფოს პირდაპირ ინტერესის დანახვებას საქართველოს მომავლის უსაფრთხოების და თავისუფლებისთვის.